დილამშვიდობის არა ესა როგორ ხართ ხალხნო ეს ცეროდინა ვაიმე ეს რა საყვარელია ღმერთო რო იცოდეთ ოღონდ მართლა ეს არის რაღაცა ფენომენალური ბავში ერთი წამი გავუშვი რაღაცა უნდა გავაკეთო მე ძალიან საყვარელია ძალიან დებილი ბავშვია ნახეთ ხალხნო გუშინ გავაუთოვე შუაღამისის რა 12-ის ნახევარზე მოვინდა გამეუთოვებინა გავაუთოვე გადავაკარი ადიელა გარეთ არის გაშრება უკვე გაშრებოდა და შემოვიდან და გადავაფარე ბარი რაღაცებით ჩავალა კიდეც და გუშინ მინდოდა ჩამეწერა ვიდეო იცით თქვენი საბავშვო ტანსაცმელების მაგრამ იცი რატომ ჩავწერე შეხედეთ ივანემ და ლაშამ გააკეთეს და იყო ხმაური რა ხრუ შანსი არ იყო აი ეს ხალათი რაღაცა დაფარებელი ადიელა ხალათი თქვინე და წეღანაც აი ეს მიყიდა და დოდო მამიდა ლაშას მამიდა ძალიან მიყვარს სამივეზე ვიხმარე შენახული ქონდა ეხლა ამოვიღე გავავლე გუში სანამ წყალი იყო ხო და უკვე მშრალია რა თითების იმ თაგუნიას კარგად ეძინა ჩემთან არ ეძინა რა თქმა უნდა გარეთ ეძინა გარეთ ოთახში აქ მოწყობილი ჯერჯერობით დილას ძალიან მინდოდა შემომეყვანა და შემოვათრიე და ისეთი ერთად გვეძინა ხალათში აი ჩემი მწვანე ხალათზე ალერგია ვისაც ქონდა ხოლმე გილოცავთ ამან შეიწირა იმიტომ რომ ზოგადად ამათ ხო უყვართ ფუმფულა რაღაცები ეკეთები და მაგას ის ვქენი ხარ მინდა რომ გადმოვარდეს ანუ კალთა მოვაჭერი და არ გადმოვარდე რა ხო და იქ ეძინა გარეთ მე შიგნით შემოვათრიე და ვაიმე გავუშვი 2 წუთი გავუშვი 2 წუთი უნდა ჩაგეხუტო ვაიმე რა პატარა და მოუსვენარია და რა ტკბილია იცით რა თბილია და გეფერება მე ლაშამაც ესე ეფერებოდა გუში რაცა გეხარო ზეძა ტყალუზინა რაცა გეხარო აჰა აი აქ მოგიწევდა აქ ითამაშე ესე გამით ბუთი გავუკეთე თუ და დაშალა წუხელი გავაკეთე გრეჩი ხაღარებს არ გავაკეთებ ახლა ისეც რა და სანამ ისე მზუილი დაიწყება მინდა ერთი პარკი მაინც ნახო რომ გავიდა ხალხნო დრო და ანუ რა მომიტანა ადამიანმა ჯერ არ მინახი ეხლა რომ მოვალ ავასაც მოვიტან აი ქმიდებს ამით ამას შევიკრა 2 წამი რომ მე დავიმარცხნი არა უშავს სადა მაგ მის შეზაკრავი ვაიმე მანან დაბრმავდი გოგო კაი რაღაცა ვიტოვე მოვედი ასე დავდებ შენირად გრილა გუშინ უყურებდი რომ ანუ თელი სოფლიოს მასშტაბით არის კატასტროფული სიცხეები და საქართველო არ არის მაგ იმაში მარტო საქართველოს ხარეს არის სიგრილე და ყველაზე საოცარი რა არიცი სადაც ძველი ტერიტორიებია საქართველოს სადაც ძველი ტერიტორიები იყო და ეხლა თურქეთმა მისაკუთრა და თურქეთში შემადგენლობაში შედის ჯერჯერ რა იყო რატო ჩხუბობ ხო რატო ჩხუბობ იქაც კი სიგრილია იმიტომ რომ ისიც საქართველოს ეკუთვნის მოდი დედი რა გაგაბრაზა მაგარ მე რატო ბრაზობ შემოლამაზო ვინ გაგაბრაზა ვინ მირაღ
გაუქნა. შენ ვინ გაგაბრაზა? სადაა დიელი იმას ჩაიგდე და დაიძინე კიდე. მთელი დღე ძინავდა კუტუნებს და კუტუნებს. მთელი ღამე ეძინა მშვენივრად გარეთ თავის პატარა დიელაში. ხმა არა მოუღია. აი ეს დილას უბრალოდ მე მინდოდა და შემოვათრია. სადაა დიელა? აი აქ გამიდია. ჩემია დიელა. ზამთრამდე ვიყიდი აუცილებლად გრძელა დიელას. აჰა, მიდი აქ ჩაჯექინი და ახლა ჩაქსვა ძირს. მოიცა წამოდი მაშინ. ერთი წამი ხახურ ეს ბავშვი გარეთ გავაგდო. გარეთ დაბლაგინი და აწათი. წადი დედას პატარა. დედასი. მოვედი მე მგონი მეც მოახცი. კაინძიმია ხალხო. კაინძიმია. ცოტა ხოლმე ვიწევ. ასევე ძალიან შორიდან არ მინდა გადახი. ეს არის გამოსაკრავი. ერთადერთი ეს ვნახე მარტო. რომ ისა. ზემოდან მოიდოდა და მაინტერესა. და რაზე ვიცინე იცი, აქ ხო ხარ ესეთი ის არის. საწოლცო ესე მოვაკრე. და აი თაგუნიაზე. ანუ აქ ჯიბეში თაგუნია იცის და ძალიან საყვარლობა. ამას ეხავე ვიზავ. ეხლა ვერა მე. ეხლა რაც სამოვალაგები ისე ისე უნდა ჩავალაგო. რადგან ჯერ არა მაქვს ტერიტორია, სადაც შევინახავ და სანამ კამოც ვიყიდი. უნდა აქ მქონდეს ჩადებული. ესე იგი ნატო მითხრა, რომ 20 წლამდე შენი ხმა არ გავიგო. და თან როგორ აქიც ჩალაგებული? შენ რო არ არიოვო, ნახე როგორ აქ ჩალაგებული. ეს ნახე ხა. ეს არის უკვე აი რო დათბერო. ზამთრისკენ ის ზომაა. იცი ყოლილი ხარ. ხო და რო ამოვალაგებო, ისე ჩაალაგეო. კატეგორიულად მომთხოვა ნატალია მე გამბავი, რომ ორეულებიო და რა რისაიყო და რა როგორ იყო, ისია ჩალაგებული და არც კი გაბედო ხელის ხლებაო. ხო და რა უფლებო. გოში რაღაცები ჩავალაგე. აი, აქ ჩემები და პატარისები ჩავალაგე არა, აი უბრალოდ ერთ იმაში სივრცეში მოვაქციე, რომ რეები უნდა წავიღო. და ეხლა აქ რაღაცებიც მაქვს ასაღები. ხო და მაგებსაც იმას ვიზავ და ბარემ ჩავალაგებ. ვაიმე ხალხნობა იკისე და შავლის სიუბედურე და სიმოკლეს უყურე. ძალიან საყვარელია. ნატალია რანაირი გოგოა. რა არის ესა გოგო? ახლა კაპიშვენიც რო აქვს. ხო და მე ვკარგა ბავშვ კაპიშვენში. აი. ეს ალბათ ფართუკი ცელოფნის და თავის რამებების. ფართუკებს მე მაგრად ხმარობდი ხოლმე ისედაც. ხო, ამაზე ვიცინეთ, სურათები მანახა ტიტეს, ეს არის საზღვაო პლაკა, ნიფხვაი. ცელოფანი. აი, ხა რაც გამოადგება. Добрый ხებს უჩაყოფს. დახრეხილს. ანუ ზუსტად ის ჯანთავა ვიღე, სადაც ეს ზომები ალაგია რა. მის ტანსაცმლებში არიან გაზრდილები ნინოც და ბარბარეც. და რამხელა შეღავათია და მე ხოლმე ცვაძლევ ხოლმე ის და ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ აი ვიღაცას რომელსაც უჭირს, არ აიღებს. ოიმე კუდი. ეს ამას თავისი სია, ესე იგი, ესენი ერთად ალაგიაო, გოგო მითხრა არაურიო, თავისი ფეხსაცმელებივით ეს პაჩუჩებით. და კუდი. შარვალი და ზედა. ზუსტად აიქნე. ხო და ყოფილა რა შემთხვევა მოკლედ, რომ ოიმე რომპერი. ლამაზია. აი მე ზუსტად ეცეთი ზომა არის.
ანუშკი მითხრა ჩემო მეზობელმა გადმოდი ბოდეები უნდა მოგცეო. ჯერ ხო ვერ გადაველი, იმიტომ რომ აქ რო რემონტია ვერ ვანებებ თავს. იქ გამოგვა გამოწმინდა, ანუ ყოველ საღამოს ხდება გამოგვა გამოწმინდა და იგი დავიბვართ სულ ყველანი ვალაგებთ. ასე რომ ვერაფერს ვერ გადავედი. წყალი არ გვაქვს. კიდე კაი გუშინ ავავსე ყველაფერი. ესეც ეტყობა ორეულია. ჯიბეში უდევნასკი. რა გაქვს? შორტი. ეს ნასკი ჩავდო თორე რომ ნახავს ამ ვიდეოს და ამოვიღერამე, შეიძლება ამომივარდეს. ეს ესეც ცილო ხალხი, ესენი კითხვა ჯურასა გავიმე. აი ეს ნახეთ. შიგნით არც ბევრი ისეთი რამეა რომ ვერც მოვასწარი ჩაცმაო. რომ ისე დავუპატარავდა. მე მეკიკე ესენი სუნიაკ. ამებს არ ვრეცხავ. მითხრა გაავლევ, მაგრამ არ ვრეცხავ, იმიტომ რომ ვიცი როგორ შენახულად, როგორ რა ტერიტორიაზეც და როგორ ინახავს. ეხლა მე რომ ვიღებ ხოლმე შენახურს ვრეცხავ. ჩემს საკუთარ შენახურს ვრეცხავ, იმიტომ რომ მოხელავთ იმისა რომ გავაკეთეთ და რაღაცა ეს ნესტის რაღაცას იღებს მაინც სუნს თითქოს. იმიტომ გავრეცხე ისადიელა გუში. ხო და. აი მე რა გავრეცხო ხალხო, ამაზე კუკეთის სუნი რითი უნდა მივაცემინო. შენახო არ მეთქი ვინა მოძრაობს. რები ახატია დათუნიები, მელაკუდები, ზღარბები. ანუ ამებს დავაბინავებ. იმების მიხედვით, წლოვანების თუთხეების მიხედვით რა რის მერე დამჭირდება. აი ამიდა გრძელი ვიდეო გამომივიდეს 20 წუთამდე რასაც ჩავიტევი ის ვისაუბრებ. ხო, წყალი მოვიდა მეთქი გუში, ხო თქვი ყველაფერი ავავსე რაღაცა და წუხელბე დაწყდა, ანუ ორჯერ დაწყდა გუში. ეს რა. ეს უკვე ცოტა დიდი ბიჭი რო იქნება ეს ნახე, სრულად ახალი. იონე ვინმეა? თითქოს კარის ხმა იყო. თუ ხომ? ჰა? რავი არა უშავდა. სადღაცას უნდა თვეეწიროს. ზომა წერია 42. ხო და დილას მე მომიწია გუშინ, კაი კარგად დაღლილი ვიყავი, აუზი გავასუფთავეთ და უბრალოდ მივეხმარე, მაგრამ აი ეს რო ვიყავი წეული ფეხია, რამდენი ხანია რო არ ტკიებია, დილასაც ტკიოდა, ეხაც მაწუხებს ცოტათი. ხო და სულ ყველაფერი მოვალაგეთ, თავი აღარ მქონდა რომ დამებანა წუხელ ეგრევე ამომქრა და დილას მეთქვა ჩემი ძე ჯერია მეთქი და კიდე არა გვიშავრა, ანუ დღეებზე ვლაპარაკობთ რომ დღეს ჩემი ჯერია, ხვალ შენი ჯერია, კიდე კაი ისე არ მოდის რომ ერთმანეთს ვეუბნებით რომ წელს ჩემი ჯერია, მეორე წელს შენი ჯერია, შაშან ხო შენ დაიბანე და ეს იმედია ეგ დღე არ დაგიქნება. მე როგორც უჩას პირი, ვაიმე არ შემიძლია ეს ნახეთ ხალხნო. ვაიმე ორი თვე აწერია მოასწრებს მე მგონი. ივლისში თუ დაუბადე მოასწრებს. და სექტემბერში თბილა ხოლმე. ეხლა უნდა განახოთ ეს ხო ასაროჭკა. ეს რა სასაცი, ვაიმე, ესე იცი ის საყიდულობდა ტანსაცმელს, რომ ეცინათ. შლოპანსები მაქვს ჩადებული, სადღაცას იქნება აქ. მარტო იმისთვის უყიდეს ტიტეს შლოპანსები, რომ ჩაეცმინოთ და იმ გაწეწილ და გასიებულ ფეხებზე და ეცინათ. ხო და მე მეც გადავიღებ ხოლმე ეგეთ ვიდეო. მოკლედ, ეს არის აიმერო ფერი მიყვარს, ხაი მუქი მწვანე ხაკის ფერი. ეს რაღაცა სასაცილოობა. არ მორჩენილა მოიცადეთ. ხახუნ დაიმახსოვრეთ ეს დასაცმელები, ამაში მეც უნდა ვიცინო. აი მე ნატაშე რა გითხარი, რას საყო
რაიმე რაც აყალელია. ესე ვარაგებ. ხელუხლებელი ვაიმე რა დავინახე. ვაიმე რა პაწაწინა არის. დათუნია. ნატო, ჩემს ავით გიყვარს დათუნიები შენ. ეს აი სავარაუდოდ რა ვიცი, როგორ ამხელა დაიბადება ბავშვი, შეიძლება რომ ეთოში ჩააცო. ეს ცალცალკი არის და ეგ ეზის აი სურათი მაქვს ნახე და ერთი მითხარი, აი რატო უნდა იუკადრისოთ ანსაცმელი, რომელსაც ადამიანი მთელი გულით გაძლევს. რაშიც საკუთარი გაზარდა. ბევრი არის მასე. ეს ძახით, ხო გეუბნები ბარბარე და ნინო ნიაკოს და ტასოს ანსაცმელში არიან დასრდილები. თავისი ბაიკის, ანუ სუორეულებია რა. რას ვიყიდი ხალხო, მე სამწლამდე მართლა არაფერს არ ვიყიდი, იმიტომ რომ იქით სხვაწლოვანების ისინი ალაგია. ტიტე 3 წლისა არის და იქამდე რაც აქვს დაგროვილი სუ აქ მაქვს. აი, მიახალი გოგორი ერღასთვის ვიყიდი. ის ხო იყო ხანდა ეს თოთოს ბავშვის ის არის. დამაგრებული აქ ახლა ის ხელები და ისინი. მაგრამ იმდენი რამე შეიძლება მეც ვერ მოვასწრო ჩაცმა ბავშვისთვის. კუდი, ესეც კეპკასავით არის. შარვალი და ზედა. არა, კეპკა არის ჩვეულებრივი. მეც მასე შევინახავ. მე ტაძარში ჩაიცმევს ხოლმე ბიჭი. ნათლიასთან რომ მივა ხოლმე მაფიდონთან საზიარებლად. რაღაცები ბარბარისთვისაც იყო წა გუში მივეცი. ზემოდან ვეიდო შარვალი და აი ესენი არის ჩემთვის არის უპრაქტიკულესი. რომ ანუ არ ვაიყვან აი ჩაჩება არ დაიფაი მე ამხელა ეს დიდია თან ამხელა უნდა იყოს ხალხო და მავიწყდა ზომები ბავშვის რო აიყვან და არ მიეჩაჩება არ მოეჩაჩება რაღაცა ეს ძალიან მაგათ მეყვარდა ხოლმე ეგენი ესეც ნახე როგორადია ჯინსია ჯიბეები ნახე ეს მანიკურები უნდა გავიცალო შორეთორე უკვე ვეღარ ვიმატებ. ჩხილებსაც გავიკეთებ და სხვა ფერს წავისმევ ახლა. იმიტომ რომ ცოტა ხანიც და იმდენად მაგრად გამეზარდა, არ ვიცი აი აქედან ხოჩას, იმდენად მაგრად და მყარად მაქვს. ცხოვრებაში ასე არ მქონია და ეხლა ამ ხელებს შხილებით ვერ წავარ სამშობიაროში და ის დავიჭირდა. თქონ ეს ცოტა ხანი სადამდეც იქნება, იმიტომ რომ ბავშვს არსად წავატაკო. და გურს ვიხარებ, რომ კაი სამაკ. ზომის კარგად გაზრდილი ფრჩხილები. როგორ აქ ჩაპიწყინებული ახლა. მოდი ახლა და ნუ მიაყოლეთ მე-5-ეს, მე-6-ეს, მე-7-ეს. ყოველთვის მინდოდა ტყუპი, ვაიმე, ღმერთო, აი არ ვიცი როგორ და რატო ოღონდ ერთი სქესი, არა აქვს მნიშვნელობა რომ ეს ახლა სქესზე ვერ ვიტყვი რომ აიმე მაინდა-მაინც ის როგორ ხო იცით ჩემი ამბავი. ანუ გოგო და ბიჭი კაია სტყუპი, მაგრამ ან ბიჭები ან გოგოები. არ ვიცი რატო, აი ბავშვობიდან მომწონდა ეგ. ლაშას მხარეშიც არის ჯიჯილაკში რო იტყვიან ტყუპი და ბაბოსაც ყოლია ტყუპები, ოღონდ დაღუპვია მერე. ეთულის. ხო და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ სადღაცას გამოჩნდებოდა ტყუპი ხო და იმედს ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში. ხო კაცი ხარ შორი. ვინც ხომ მირეკავს ტექსტთან.
რაიმე გადმოვაგდე. ვაი, გათიშე. დავიკავე ხლავი. ოღონდ ერთ წელსაც განახეთ, თუ არ მინდა ძალიან დიდი ვიდეო გამოვიდეს და მე მეორე ვიდეოსაც გადავიღებ აუცილებლად. იმიტომ რომ კიდე ბევრია, ერთი ჩანთა ვერა მოვაცარიელებ, და განახოთ რა საყვარლობაებია. ეს და თავისი შორტით. აი, სურა განახეთ. ეს არის ავიათიამდენი. ამ ვიდეოს დავაწერ ჩანთა ნომერი 1, ნაწილი 1. არა, გაბრიელის ტანსაცმელი ნაწილი 1, ნაწილი 2, ნაწილი 3, ნაწილი 10 და ასე შემდეგ ავალ. დაგემშვიდობებით, ახლა აუცილებლად მეორე ვიდეოსაც გადავიღებ.